უფალო მოხედენ წყალობით ამაძე და ნათესავთა რათა ყოველმა ნერმან მხოლოსა შენს სათაყვანის გცენ იესოს მიერ ძისა შენისა მოგესალმება დღეს შენდება ახალი მსოფლიო სახელმწიფო საზღვრების გარეშე და ბუნებრივია აი ამ ამოცანის აღსრულების გზაზე დიდ დამყოლებას წარმოადგენს სწორედ ეროვნული ცნობიერება ენა და აქედან გამომდინარე ფიქრობენ რა დღევანდელი იდეოლოგები მსოფლიოსი რომ ჩვენი უმთავრესი მიზანი არის გავხდეთ მსოფლიო მოქალაქეობა ეროვნული ცნობიერება სრულიად ზედმეტ და არასაჭიროდ რამე მეაჩნიათ მაგრამ წმინდა პავლე მოციქულს დავეკითხოთ ჩვენი მოქალაქეობა აქ არის დედამიწაზე თუ ცათაში და წმინდა პავლე მოციქული სრულიად სხვაგვარად ამბობს და ვის გმართებთ უსმენდეთ პავლე მოციქულს თუ ამ ქვეყნის ბრძენ რა თქმა უნდა ღვთაებრივ პავლე მოციქულს რომელიც ამბობს რომ ვინც ამგვარად აი როგორც მოგახსენეთ მსჯელობენ ისინიო ქრისტეს ჯვრის მტრები არიან და მათ გამო ვტირი ვის შესახებაც ადრეც გაუწყეთო ფილიპელებს მიმართავს აი ამ ეპისტოლეში მათი ღმერთი მუცელია მათი ბოლო დაღუპვა მათი დიდება სირცხვილშია ჩვენი მოქალაქეობა კი ამბობს პავლე მოციქული ცათაშინაა საიდანაც მოველით ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს დიდებით მოსვლას რომელიც გარდაქმნის ჩვენს დამცირებულ და დამდაბლებულ სხეულს თავისი დიდების სხეულად აი სად არის ჩვენი მოქალაქეობა და რომელი მოქალაქეობისაკენ უნდა მივისწრაფოდეთ და მივილტოდეთ აქ ედიშეს თახტუ ხუცესია სიკითხება ძველი აღთქმიდან გამომდინარე ჩვენ ვიცით საოცარი მაგალითები სამშობლოსათვის თავდადებისა და თავგანწირვისა და მწვერვალს ძველი აღთქმის ისტორიული მაგალითებიდან წარმოადგენს წმინდა მოსე წინასწარმეტყველის თავდადება და თავგანწირვა თავისი მშობლიური ერისათვის ისრაელი ერისათვის როდესაც ღმერთმა მას შემდგომ რაც კვლავ კერპთაყვანისმცემლობის უსაშინლესი ცოდვით დაეცა ძველი აღთქმის რჩეული ერი და გადაწყვიტა აღეგავა იგი პირისაგან მიწისა წმინდა მოსე წინასწარმეტყველი წარსდგება ლოცვებით თხოვნით 40 დღეღამის განმავლობაში ღვთის წინაშე და ევედრება და მიამომშალე ცხოვრების წიგნიდან ოღონდ ჩემი ისრაელიერი გადარჩესო რა საოცარი თავდადებაა ჩვენი გონებისათვის რა მიუწვდომელი თავგანწირვა როგორი სიყვარულია საკუთარი სამშობლოსი და ვის უნდა ვბაძავდეთ ჩვენ სამშობლოს სიყვარულში თუ არა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებს რომლებიც ღმერთმა გამოარჩია და აღამაღლა თავისი ერიდან როგორც წმინდა დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნიდან მოგმართავს სული წმინდა და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა ჩვენ ვიცით თავდადების მაგალითები როდესაც მოყვასისათვის სამშობლოსათვის წირავდნენ თავს და ამის გამო ცხონდებოდნენ მაგრამ მოსე წინასწარმეტყველის მაგალითი განსაცვიფრებელია რით ის ამბობს თუ ჩემი ისრაელიერი უნდა დაიღუპოს მე არ მინდა ცხონება ღმერთო თუ ჩემი მსხვერპლი საკმარისი იქნება დაემი ამომშალე ცხოვრების წიგნიდან ანუ ჯოჯოხეთში შთამაგდე ოღონდ ჩემი ისრაელიერი გადარჩეს ჩემი თანამემამულენი გადარჩნენ არ არის ეს სამშობლოს სიყვარული არ არის ეს მამულისათვის თავდადება
გარდამავალი წვიმები. და ახალი აღთქმიდან ასევე განსაცვიფრებელი ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი მაგალითია თავდადება წმინდა პავლე მოციქულისა, რომელიც მიმართავს უფალს მას შემდგომ, რაც ისრაელმა ერმა ძველი აღთქმის რჩეულმა ერმა არ მიიღო იესო ქრისტე, დამსრობილი იყო სახელი მისი უსაყვარლესი და უთქმილესი მაცხოვრისა იესო ქრისტესი. დიდია წუხარება ჩემი და განუწყვეტელია ტანჯვა ჩემი სულისა, ჩემი ისრაელი ძმების გამო. და შემდეგ ამბობს, დაე უფალო ვილოცევო, როგორც ძველ ქართულ თარგმანში წერია, ვისურვებდიო, მე ვყოფილიყავი განშორებული შენგან ჩემი ხორციელი ძმებისა და დებისათვის, ჩემი ხორციელი ნათესავებისათვის, ანუ ჩემი თანამემამულეებისათვის. წარმოგიდგენიათ, რა სიტყვის პავლე მოციქული, პავლე, რომელიც ღმერთმა სიცოცხლეშივე მესამე წამდე აიყვანა, რომელმაც როგორც თავად ბრძანებს იხილა ის, რაც ადამიანის თვალს არ უხილავს, განიცადა და იგრძნო მისმა გულმა ის, რაც არასოდეს ადამიანთაგან არასოდეს არ უგრძნიათ და ისმინა ის, რაც ადამიანთა შორის არასოდეს არ სმენია. პავლე მოციქული, რომელმაც იცის, რას ნიშნავს ზეციურ დიდებასა და ზეციურ ნეტარებაში ყოფნა, პავლე მოციქული, რომელმაც უწყის რა არის ჯოჯოხეთი და რას ნიშნავს ჯოჯოხეთური ტანჯვა, ევედრება ღმერთს, ოღონდ ჩემმა ისრაელმა ძმებმა, ნათესავებმა, იგულისხმება თანამემამულეებმა, აღიარონ შენი სახელი, განადიდონ შენი სახელი, შეგიცნონ შენ ისევე როგორც შეგიცანი მე და თუ საჭირო იქნება ამისათვის და მე ვიყო მსხვერპლი, თუ საკმარისი იქნება ჩემი მსხვერპლი ამისათვის და მე ვიყო განშორებული შენგან. პავლე მოციქული ამბობს, ვერანაირი ძალა, ვერც სიცოცხლე, ვერც სიკვდილი, ვერც სიღრმე, ვერც სიმაღლე, ვერც ძალნი, ვერც მთავრობანი, ვერც ანგელოზები, ვერც ეს სოფელი, ვერც ის სოფელი, ვერანაირი დამცირება, ვერანაირი შეურაცხყოფა, ვერანაირი დევნა, გვემა, შევიწროება ვერ განმაშორებს ჩემი უფლის იესო ქრისტეს სიყვარულს. წარმოგიდგენიათ? არ არსებობს რაიმე ძალა, ამბობს პავლე მოციქული, განმაშოროს ჩემი ესე იგი უფლის სიყვარულს. და აი წარმოიდგინეთ, ამის შემდეგ ამბობს პავლე მოციქული, დაე მე ვინც ასე მიყვარს, რომლის სიყვარულს ვერავინ ვერ განმაშორებს, მე ვიყო მისგან განშორებული ჩემი ნებით, ოღონდ ჩემი ისრაელი ძმები, ჩემი თანამემამულენი გადარჩნენო. რა საოცარი თავდადება და რა საოცარი თავგანწირვა თავისი თანამემამულეებისათვის, როგორი მსხვერპლ გაღება საკუთარი თავისათვის. აი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი ერის ისტორია, კონკრეტულად ჩვენი ერის ისტორიაც, ისევე როგორც არაერთი ერის ისტორია და გამორჩეულად ჩვენი ერის ისტორია, ეს მარტო ჩვენი აღიარება არ გახლავთ, ეს არის ისტორიული ფაქტი, ფაქტები ღაღადებენ თვითონ. არის წმინდანთა და წამებულთა ისტორია. ჩვენი მაღალღირსეული წინაპრები, რომელთა სახელებსაც ჩვენ ვიხსენიებთ ხოლმე და განსაცდელების დროს ვევედრებით, შეგვეწიონ და გვიშვამდგოლონ ღმერთთან, თავს წირავდნენ მამულისა და სარწმუნოებისათვის და ცხონდებოდნენ. ცათა სასუფეველში იმკვიდრებდნენ თავს. პავლე მოციქული კი რას ამბობს? და მე ვიყო განშორებული ქრისტესაგან, ზეციური სასუფევლისაგან, მარადიული ნეტარებისაგან და მარადიულ ჯოჯოხეთში იყო შთაგდებული ჩემი სული, ოღონდ ჩემმა თანამემამულეებმა შეიცნონ ქრისტე, აღიარონ ქრისტე, შეიყვარონ ქრისტე. ჩვენც კი გარკვეული წარმოდგენა გვაქვს რა არის ჯოჯოხეთი და წარმოიდგინეთ, ვინ თუ არა პავლე მოციქულმა უწყოდა რა იყო ჯოჯოხეთი, რა ტანჯვისათვის, დაუსრულებელი და მარადიული ტანჯვისათვის წირავდა საკუთარ თავს.
ერთმანეთსა ღმერთსა ჩვენსა და რამე თუ შვენი შენ და ყოველ დიდება პატივი და თაყვანისცემა მამისა დაძისა და წმინდისა სულისა მეო წამსო თანამედროვე ქართულით გეტყვით რომ ვერც სიკვდილიო ახალი აღთქმიდან ვკითხულობ რომელთა მიმართ ეპისტოლედან ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე ვერც ანგელოზები და ვერც მმართველობანი ვერც ძალნი ვერც ატყო და ვერც მომავალი ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე ვერც ვერავით არის სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩემს ესე იგი ჩამოშორებას ღმერთის სიყვარულისაგან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ და მერე ამბობს დიდია ჩემდა მწუხარება და განუწყვეტელია ჩემი გულის ტანჯვა ნეტავ მე თვითონ ყოფილიყავი ქრისტესგან განდგომილი ჩემი ძმების ხორციელი ნათესავებისთვისო ეს ადამიანისათვის იმდენად დაუჯერებელი რამ არის პავლე მოციქულმა სარწმუნო რომ გახადოს რომაელებისთვის ვისაც წერს ამ წერილს რომ ეს ჭეშმარიტად ასეა და შეუძლებელია პავლე მოციქული ცრუობდეს ის ამბობს ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ ქრისტეს მიერ ესე იგი ჩემს მიერ კი არ ვლაპარაკობო ჩემით კი არ ვლაპარაკობო არამედ ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ ქრისტეს მიერ მერე ხას უსვავ არ ვთყვი არ ვცრუობ ჩემი სინდისი მიმოწმებს სულიწმინდის მიერ სულიწმინდი ესე იგი ეს სიტყვები რაც მე მოგახსენეთ არის უტყუარიო არის ჭეშმარიტი და თქვენ თუ დაუჯერებლად გეჩვენებათ ჩემი თავდადება და თავგანწირვა ჩემი თანამემამულეებისათვის მე მაშინ დავიმოწმებ სულიწმინდას დავიმოწმებ სინდის რომელიც ჩემში ლაპარაკობს სწორედ ამას ანუ მე კი არ ვლაპარაკობ არამედ სინდისი ლაპარაკობს ჩემში და თითოეულ ჩვენთაგანშიც რა თქმა უნდა ისე მკვეთრად და მკაფიოდ არა რადგან არ არის ჩვენი ცხოვრება წმინდა მაგრამ მაინც ჟღერს სინდისის ხმა ჩვენში ჩემო ძვირფასებო ეს არ გახლავთ ჩვენი ხმა ეს არის ღმერთის ხმა ჩვენში და რამდენადაც ღმერთის ხმა ჩვენში ვის უნდა უსმენდეთ ჩვენ თუ არა უფალს რომელიც გულში სულიწმიდით გვეზრახება და გველაპარაკება და მოგვიწოდებს ჭეშმარიტებისაკენ მოგვიწოდებს სიწმინდისაკენ მოგვიწოდებს ნეობრიობისაკენ მოგვიწოდებს ღვთისა და მამულის სიყვარულისაკენ ერთმანეთის სიყვარულისაკენ და არა ჩვეულებრივი სიყვარულისაკენ არამედ უჩვეულო სიყვარულისაკენ თავდადებული და თავგანწირული სიყვარულისაკენ უფალო მოხედენ წყალობით ამაძე და ნათესავთა რათა ყოველმა ნერმან მხოლოსა შენსა თაყვანის გცენ იესოს მიერ ძისა შენისა ისე შეიყვარეთ ერთმანეთი როგორც მე შეგიყვარეთ და ქრისტემ როგორ შეგვიყვარა ჩვენ შეგვიყვარა არა ისე როგორც საკუთარი თავი უყვარდა არამედ შეგვიყვარა თვით თუ არ ყოფამდე შეგვიყვარა თავგანწირული სიყვარულით მსხვერპლ გაღებული სიყვარულით მან თავისი სული დასდო ჩვენთვის მან სიცოცხლე გასწირა ჩვენთვის და მოგვიწოდა აი ჭეშმარიტი სიყვარული აი როგორ უნდა გიყვარდეთ ერთმანეთი პირველი ქრისტიანები და შემდგომ საუკუნეებშიც ქრისტიანები სწორედ ამით გამოირჩეოდნენ და ამით იპყრობდნენ ყურადღებას როგორც უკვე ტერტულიანე მეორე საუკუნის მწერალი გვიმოწმებს წერილობითაც და გვიდასტურებს ის ამბობს რომ ქრისტიანების შესახებ განცვიფრებული ლაპარაკობენო შეხედეთ როგორი სიყვარული აქვთ ერთმანეთის მიმართ ყოველთვის მზად არიან თავი გასწირონ ერთურთისთვისო და მართლაც ქრისტიანები ყოველთვის მზად იყვნენ თავი გაეწირათ ერთმანეთისათვის თავი გაეწირათ მამულისათვის სამშობლოსათვის თავი გაეწირათ რა თქმა უნდა სარწმუნოებისათვის და მე ვახსენე ჩვენი ერის ცხოვრება წმინდათა და წამებულთა ცხოვრება ამეთქი და ჭეშმარიტად მთელი ჩვენი ერის 2000 წლოვანი ისტორია სწორედ წმინდათა და წამებულთა ცხოვრება რომელთა გულებშიც გამოატარა უფალმა სარწმუნოების სიყვარული ჭეშმარიტების სიყვარული ქრისტეს სიყვარული წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის სიყვარული სამშობლოს სიყვარული და დღემდე მოგვიტანა და ჭეშმარიტად რომ ჩვენი ერი მრავალტანჯული მრავალწამებული და მრავალსის დათხეულია ჩვენ უნდა დავწმუნდეთ რომ საქართველო ეს არის გამორჩეული ქვეყანა ღვთისათვის არ არსებობს სხვა ერები სხვა ქვეყნები რომ ამდენი სისხლი დაეთხიოთ ქრისტესათვის
და ეს კარგად გამოხატა წმინდა ილია მართალმა, რომ ქრისტე ჯვარს ეცვა კაცობრიობისათვის, ხოლო ჩვენ ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. აი ეს ფორმულა არის მთლიანად საქართველოს ცხოვრება. და თანამედროვე კოსმოპოლიტები კი ჩვენ გვეუბნებიან, რომ არც ძველი აღთქმა, არც ახალი აღთქმა თურმე სამშობლოს სიყვარულის შესახებ არაფერს არ გვასწავლის და მე მხოლოდ და მხოლოდ ორადორი თვალსაჩინო მაგალითი მოგიყვანეთ ძველი აღთქმის უდიდესი წინასწარმეტყველის წმინდა მოსე წინასწარმეტყველის ცხოვრებიდან, მისი თავდადებული და თავგანწირული ღვაწლიდან და ახალი აღთქმის უდიდესი მოციქულის პავლე მოციქულისა, რომელიც მართალია 12 რჩეულთა შორის არ იყო, მაგრამ მოციქულთა შორის ყველაზე მეტად იღვაწა ქრისტეს სახელის განდიდებისა და გავრცელებისათვის, გამრცობისათვის, ამიტომ იწოდება იგი წმინდა პეტრე მოციქულთან ერთად თავად მოციქულთა. პეტრე და პავლე, რომელთაც ჩვენ ყოველდღიურად ვევედრებით ხმერ. თავნი მოციქულთანი ვადიდოთ, ნათობნი ყოვლისა სოფლისანი, პეტრე კლდეს სიმტკიცისა, პავლე პირი ქრისტესი, რათა ოხითა მათითა მოვიღოთ შენდობა შეცოდებათა ჩვენთან. და ჩემო ძვირფასებო, ვის გმართებს ჩვენ ვუჯერებდეთ პავლე მოციქულს, რომელიც პირი იყო უფლისა და რომლის მიერაც თვით ქრისტე გველაპარაკებოდა, თუ თანამედროვე კოსმოპოლიტებს, რომლებიც გვეუბნებიან, რომ შეიყვარე მთელი მსოფლიო, მაგრამ არ გიყვარდეს შენი სამშობლო. ძმანო ჩემნო, ნუ შეშინდებით, რომ თქვენ ცოტანი ხართ და ისინი ბევრნი. ღმერთი ჩვენთან არის. არ დაიყოს. ხოლოდ იქანიეთ ღმერთზე, ღვთისმშობელზე და ჯვარზე სასოება. უშიშრად იბრძოლეთ მტრის წინააღმდეგ და იმედი მაქვს ძლევამოსილნი იქნებით. მეფე თამარი, გახდათ მსოფლიოში ერთადერთი ქალი მხედართმთავარი, რომელმაც შეიტანა უდიდესი წვლილი სამხედრო ისტორიაში. გასიანის ბრძოლა. თამარ მეფე ჩავიდა ვარძიაში. დალოცა თვითეული მეომარი, აღმართა ჯვარი და ასე იდგა ფეხში შველიცა და პყრობილი ცრემლიანი თვალებით. ვიდრე უკანასკნელმა მეომარმაც არ ჩაიარა. საუკუნეთა ბინჩი მხოლოდ შენ ყვავა ერის სალამურმა. მრავალი განსაცდელი ყოფილა ქართველი ადამიანის წინაშე და ვერავითარმა განსაცდელმა ვერ მოტეხა იგი. და მტერი რომ შემოვიდოდა უპირველეს ყოვლისა ანგრევდა ტაძრებსა და მონასტრებს, იმიტომ რომ მტერმაც იცოდა რაში იყო ჩვენი ძალა, რომ ჩვენი ძალა იყო ჩვენს რწმენაში, ჩვენს მართლმადიდებელ სარწმუნოებაში. სამშობლოს სიყვარული იწყება პირველი დღეებიდანვე, იმ დღეებიდანვე, როდესაც ვიშვით იმ ულამაზესი მკერდიდან, რომელსაც დედის მკერდი ჰქვია, ჩვენი პატარა თითებით რომ ვეხებოდით, ვიღებდით საზრდოს არსებობისათვის. და დროთა განმავლობაში, როდესაც თვალი ავახილეთ, ჩვენ დავინახეთ სწორედ ეს მკერდი და დავინახეთ ის თვალები, რომლებიც სიყვარულით გვიყურებდნენ. ეს ჩვენი დედის თვალები იყო, რომლებიც შევიყვარეთ ჩვენ და რომელთა გარეშეც ჩვენ ყოველთვის წარმოუდგენლად მიგვაჩნია სიცოცხლე. აი შემოვიდა ჩვენში დედის სიყვარული. დედის სიყვარულთან ერთად მალე შემოვიდა მამის სიყვარულით, რადგან დედის გვერდით აღმოვაჩინეთ მამაკაცი და ეს იყო ჩვენი მამა. მერე შევიყვარეთ და ძმა თუ ყავდა, ბებია, პაპა, ბაბუა, როგორც გნებავთ ისე თქვით, დეიდები, მამიდები, მეზობლები, ნათესავები, მეგობრები ჩვენი მშობლებისა, ჩვენი ნათლიები და ასე შემდეგ. ანუ შემოვიდა ჩვენში ადამიანების სიყვარული და ეს ადამიანები ჩვენი თანამემამულენი იყვნენ. ანუ შემოვიდა სამშობლოს სიყვარული, რადგან სამშობლო აბსტრაქცია არ გახლავთ. სამშობლო არ არის მთები და ზღვები. უპირველეს ყოვლისა სამშობლო თქვენ ახართ. სამშობლო ქართველთა
იწოდება ქართულთა სამშობლოდ იწოდება სწორედ საქართველო, იმიტომ რომ აქ ქართველები ცხოვრობენ უპირველეს ყოვლისა, რომლებიც ყოველთვის სიყვარულით ხვდებოდნენ ხოლმე იმ ადამიანებს, რომლებიც თავშესაფარს და ნუგეშს ეძებდნენ ჩვენს მიწაზე. ჩვენ რა თქმა უნდა ქრისტიანული მოძღვრების შემცნობელნი, გარკვეულწილად და მიმდევარნი, როგორც შეგვიძლია, ვუარყოფთ ყოველგვარ კოსმოპოლიტიზმს, ყოველგვარ შოვინიზმსა და რასიზმს, მაგრამ ვაღიარებთ იმ ჯანსაღ ეროვნულ გრძნობას, რომელიც თვით ღვთისაგან არის კურთხეული. ჩვენ არ ვიხრებით არც მარცხნივ კოსმოპოლიტიზმისაკენ, გიყვარდეს მთელი მსოფლიო, ოღონდ არაშენი სამშობლო, არც შოვინიზმისაკენ, როდესაც უყვართ მხოლოდ თავიანთი სამშობლო და ზულთ ყველა ქვეყანა, ჩვენ ვართ ჯანსაღი ღვთივკურთხეული გრძნობის მატარებელნი, რომელიც გრძნობაც იკვებება სწორედ ქრისტიანულ ეკლესიური ცხოვრებით. ჩვენ გვიყვართ ჩვენი სამშობლო, უნდა გვიყვარდეს თავდადებამდე და თავგანწირვამდე, ამიტაც ბაძავდეთ ქრისტეს მის მოციქულებს, ბაძავდეთ ჩვენს მაღალღირსეულ წინაპრებს და რა თქმა უნდა თანაბარ პატივს მივაგებთ ყველა სამშობლოს, რადგან ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული. თავს ასირავდნენ მეფე და დიდებული და უბრალოები და თვალს არ ახამხამებდნენ. თავს ისე სწირავდნენ ჩვენ სარწმუნოებას. ჩვენი ტანჯული ივერია 20 საუკუნოვანი დაჩაგრული ეკლესია დღეისათვის გამხარებელი იყოს ეს ეკლესია თქვენი. და ბოლოს და ბოლოს სამშობლო რომ ღვთივკურთხეულია და სამშობლოს სიყვარული რომ ეს ადამიანთა გამონაგონი და მათი ფანტაზიის ნაყოფი არ არის, ამოწმებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ყველა ადამიანი, ვინც იბადება, აბსტრაქტულად არ იბადება უეროვნებო ადამიანად. იგი იბადება რომელიმე ერის შვილად. აი მე დავიბადე ქართველად. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში. იმ ოჯახში, სადაც დავიბადე. ავლაპარაკდი იმ ენაზე, რომელ ენაზეც ჩემი თანამემამულენი ლაპარაკობდნენ, ქართულ ენაზე. გამომდინარე აქედან, რამდენადაც ჩემზე არ იყო დამოკიდებული, რომელ სამშობლოში გავჩნდებოდი, რომელი ერის წარმომადგენლად, რომელ ოჯახში დავიბადებოდი და რომელ ეპოქაში, ეს არის ღვთის არჩევანი, ღვთის საიდუმლო განგებულობაა. ეს არის ღვთივკურთხეული, ანუ ღვთისნების გამოხატულებაა. ჩვენ ვიცით, რომ ღვთისნების გარეშე ბეღურა არ ჩამოვარდება ხიდან და თქვენს თავზე თმებიც კი დათვლილია და როგორ ფიქრობ, ნუ თუ რომელიმე ჩვენთაგანი შემთხვევით გაჩნდებოდა ქართველად. ამ შემთხვევაში მე ქართველები მყავს მხედველობაში და გამომდინარე აქედან იყო ქართველი, ჯანსაღი ქართველი, გულისხმობ, სოფხედველობრივად, სულიერად, ზნეობრივად, მიმდევარი იმ გზისა, რომელსაც მიუყვება ტანჯვით და წამებით, მრავალი სისხლის დათხევით ჩვენი ერი, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ რამდენადაც კურთხეულია ღვთისაგან, მისი საიდუმლო განგებულობით შენი ქართველად დაბადება, გამომდინარე აქედან უარის თქმა შენს ეროვნებაზე, შენს ქართველობაზე, თუ ვინც რუსია, რუსობაზე, სომეხია, სომხობაზე, აზერბაიჯანელი, აზერბაიჯანელობაზე და ასე შემდეგ, ეს არის ღვთისმგმობელობა. იმიტომ რომ სამშობლოს სიყვარული, როგორც მოგახსენეთ, ღმერთმა აკურთხა. და ბოლოს და ბოლოს თვით მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე ხომ დაიბადა ძველი აღთქმის რჩეულ ერში, იუდეველთა შორის, ყოვლადწმინდა მარიამ ღვთისმშობლის უწმინდესი და ყოვლადუბიწო წიაღიდან. და როდესაც იერუსალიმში დიდებით შედის იესო ქრისტე, როდესაც პალმის რტოებს უფენენ და ზედა შესამოსელს ნიშნად ფეხქვეშ ნიშნად სიყვარულისა, იმ უდიდესი სიყვარულისა, რომელიც მათ ჰქონდათ ქრისტეს მიმართ, იმ აღთოვანებისა, თაყვანისცემისა, პატივისცემისა, რომელიც მათ გააჩნდათ ქრისტეს მიმართ და ეგებებიან მას ოსანა მაღალთაშინა, კურთხეულ არც მომავალი სახელითა უფლისათა, როდესაც იესო ქრისტე ელეონის მთიდან გადახურებს თავის ქალაქს, იერუსალიმს, იგი ტირის, კი არ ხარობს იმ სიხარულით, რომელსაც ხალხი გამოხატავს მის მიმართ, არამედ ტირის ცრემლოოდა იესო და რის გამო ცრემლოოდა? ეს იყო ცრემლები არა სიხარულისა, რომ ესეთი სიყვარული და ასეთი აღთოვანება გამოხატა ხალხმა მის მიმართ, არამედ ტიროდა იმის გამო, რომ მისი ქალაქი,
ქალაქი უმთავრესი იმ ქვეყნისა, სადაც ის განკაცდა ხორციელად იშვა, იავარი ქმნებოდა, ქვაქვაზე არ დარჩებოდა, როგორც მან იწინასარმეტყველა, რადგან საბედისწერო არასწორ არჩევანს გააკეთებდა მოტყუებული და ცდუნებული ხალხი იმ ცეცილის ამბების შედეგად, რომელთაც ფარისევლები და მწიგნობრები გაავრცელებდნენ მის შესახებ ლაზარეს, განსაკუთრებით ლაზარეს მკვდრად აღდგინების შემდეგ, აი ამ უდიდესი სასწაულის შემდეგ, რაც ქრისტემ მოახდინა და როდესაც დააყენებს პილატე არჩევანის წინაშე, ვინ გაათავისუფლოს ბარაბა თუ ქრისტე, არჩევანს შეაჩერებენ ბარაბაზე. ხოლო ეგე ქრისტესკენ გაიწვიან თიც ეგე ჯვარსაცუ ეგე. როდესაც იესო ქრისტე ჯვარზე უნდა გაეკრათ და თქვენ იცით რომ იმ დროისათვის მსოფლიო ყველა კუთხის ებრაელობა მიიღო მონაწილეობა და მიწერეს წერილები, რომ ჩამოსულიყვნენ და ეს სასამართლო სასჯელი მიესაჯათ იესო ქრისტესთვის, აი ამ დროს ქართველმა ებრაელებმა ამაში მონაწილეობა არ მიიღეს. მარტო ქართველმა ებრაელებმა და თქვენ გახსოვთ ელიოზის დედა და და სიდონიას თხოვდნენ რომ წილი არ ქონდეთო მის ჯვარცმაშიო და მან ვინც ჯვარსაცვა მესია, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში უდიდესი სასუებით მოელოდა, თვითონაც მოგეხსენება თქვენ ისტორია ამერისა 2000 წელი, ესე იგი უმძიმესი, უტანჯულესი ცხოვრებით, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჯვარცმული ცხოვრებით იცხოვრა და აღსრულდა ის სიტყვები, რაც დედებმა, რაც მისმა ჯვარცმელებმა წარმოსთქვეს და მისი სიცხლი ჩვენ შვილებზე იყოსო. ესე იგი, სამშობლოს სიყვარული არის ღვთისკურთხეული. გამომდინარე აქედან უარისთქმა შენს ეროვნებაზე, ეს არის ღვთისმგმობელობა. უარისთქმა იმ ენაზე, რომელზედაც შენ ატიტინდი პირველად და ალაპარაკდი, ეს არის რა თქმა უნდა ღვთისმგმობელობა. არა აშკარა და გაცხადებული, არამედ გამომდინარე იმ საუბრიდან, აი, რომელსაც თქვენ ახლა ისმენთ, რომელიც რა თქმა უნდა ეყრდნობა წმინდა წერილსა და წმინდა მამათა მიერ სწავლებას და არა ჩემს ადამიანურ ფანტაზიებს, უარისთქმა ენაზე, უარისთქმა სამშობლოს სიყვარულზე, ეს არის ღვთისმგმობელობა. გამომდინარე აქედან, ვინც უარყო თავისი ეროვნება და მიიღო სხვა ეროვნება, ვინც დაგმო თავისი ენა და აღარ იცის თავისი ენა და აღარ ლაპარაკობს თავის მშობლიურ ენაზე, ერწყინება საკუთარ მშობლიურ ენაზე ლაპარაკი, იგი დამნაშავეა უპირველეს ყოვლისა ღვთის წინაშე და ვის წინაშეც არის დამნაშავე, მის წინაშე აგებს პასუხს. დამნაშავეა რა თქმა უნდა ერის წინაშე, დამნაშავეა იმ უდიდესი ისტორიული წარსულის წინაშე, რომლის მსგავსი წარსულით ძალზე ცოტა ერი თუ დაიქადნის ჩემის აზრით. რა არის მართლმადიდებლობა? მართლმადიდებლობა არის ის ჭეშმარიტი სარწმუნოება, რომელიც ახლდა კაცობრიობას და ქართველ ადამიანს, სანამ მოხდებოდა გაყოფა ეკლესიისა. ესე იგი, ერთიანი მთლიანი ეკლესია როცა იყო, აი ის იყო მართლმადიდებელი და აი ის რწმენა და ის ტრადიცია, ის სიყვარული და ის სასოება მოგდევს ჩვენ. იცოდნენ ჩვენმა მტრებმა, რომ ჩვენი ერის ძალა ქრისტიანულ მოძღვრებაშია, რომ ჩვენი ერის გაერთიანება წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღშია, ამიტომ უპირველეს ყოვლისა მახვილი უხილავი მტრებისა და ხილული მტრებისა მიმართული იყო სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, რომელშიც ძალუმად იღვიძებს სამშობლოს სიყვარული, რადგან ღვთაებრივი და ეროვნული ცნობიერება ისევე განუყოფელია ერთმანეთისაგან, როგორც ჯვარში ორი ურთიერთგადამკვეთის სხივი, ვერტიკალური სხივი, რომელიც განასახიერებს ქვემოდან ზემოთ მიმართული თითოეული ჩვენთაგანის სწრაფას ღვთისაკენ, ანუ ღვთის სიყვარულს, მეორე სხივი, რომელიც გადაჰყვეთს აი ამ ვერტიკალურ სხივს, ჰორიზონტალური განასახიერებს მეორე და მსგავს მცნებას, გვიყვარდეს ერთმანეთისაკენ სწრაფვას და როგორც ჯვარი წარმოუდგენელია ორი ურთიერთგადამკვეთის სხივის გარეშე, ასევე წარმოუდგენელია ღვთის სიყვარული მოყვასის სიყვარულის გარეშე, სამშობლოს სიყვარულის გარეშე, მამულის სიყვარულის გარეშე.
ამიტომ ცნებად გვაქვს დაწესებული ღვთისაგან, როგორც წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, ღვთის მოყვარულს მოყვასიც გიყვარდეს. ხოლო თუ ვინმე ამბობს თქვენ შორის რომ ღმერთი მიყვარს, ამბობს იოანე ღვთისმეტყველი, ხოლო თავისი ძმა, ანუ თავისი მოყვასი, თავისი თანამემამულე უპირველეს ყოვლისა სულს ნუ დაუჯერებთ მას ის სრულ და მათყუ არა, რადგან შეუძლებელია გიყვარდეს ის, ვისაც ვერ ხედავ, თუ არ გიყვარს ის, ვისაც ხედავ. ღმერთის უზარმაზარ სამფლობელოში იდგა საქართველო, იდგა და იბრძოდა. შემოქმედი კი უყურებდა და ტკბებოდა ბრძოლის სილამაზით. და იქნებ ეს იყო მიზეზი საქართველოს უკვდავებისა. ადამიანი, რომელიც უარყოფს ამ სარწმუნოებას, იგი ყიდის თავის სულს, ღუპავს თავის სულს. ებრძოდნენ რა საქართველოში ქრისტეს სიყვარულს, იგულისხმებოდა რომ ებრძოდნენ სამშობლოს სიყვარულს და ებრძოდნენ რა ჩვენში სამშობლოს სიყვარულს, ებრძოდნენ ქრისტეს სიყვარულს, რადგან ეს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ურთიერთგანუყოფელი იყო, არის და იქნება მომავალშიც ერთმანეთისაგან. ამიტომ როგორც იგივე ილია მართალი ბრძანებს ერთ-ერთ წერილში იტყოდნენ რა კავკასიაში საერთოდ ქართველს გულისხმობდნენ ქრისტიანს და იტყოდნენ და ქრისტიანს გულისხმობდნენ ქართველს. ესე იგი ქრისტიანობა და ქართველობა ურთიერთგანუყოფელი იყო ერთმანეთისაგან. და საოცარი არის რომ საფუძველი იმისა რომ ჩვენ ქრისტიანობა და ქართველობა გავაიგივეთ და ერთი და იგივეს ნიშნავდა ეს მოგვცა იოანე საბანიძემ აბო თბილელის ცხოვრებაში. და რას წერს ის, როდესაც აბო ღებულობს ქრისტიანობას, ეს არაბი, ტომით არაბი ადამიანი, მას უკვე ჩვენ ქართველად ღებულობთ. და აი შემდეგი სიტყვები იოანე საბანიძის, ისმაიტელ ყოფილი და აც ქართველი. ესე იგი, იყო ისმაიტელი და გახდა ქართველი. აი იმდენად შევიყვარე ჩვენ ქრისტიანობა და ქართველობა, ეროვნულობა, რომ უცხოტომელი თუ კი გახდებოდა ქრისტიანი, ჩვენ მას ქართველად ღებულობდით. ეს იცოდნენ ჩვენმა მტრებმა და ამიტომ ისინი ამბობდნენ, სანამ ქართველებს ექნებათ გულში ქრისტეს სიყვარული, ექნებათ ასეთი ერთგულება თავიანთი ეკლესიის მიმართ, რომელსაც დედა ეკლესიას უწოდებენ, ჩვენ ამ მერს ვერ დავამარცხებთ. ამიტომ უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ვეცადოთ ქართველთა გულიდან აღმოვფრათ, ამოვგლიჯოთ ქრისტეს სიყვარული, წავშალოთ დედა ეკლესიისადმი ერთგულება, წავართვათ სიბრძნე სახარებისეული გამომდინარე აქედან და როდესაც ერი განუდგება ქრისტეს, ანუ როცა სულიერად მოკვდება იგულისხმება, როდესაც დაკარგავს სახარებისეულ ღვთიურ სიბრძნეს, ზნეობრივად დაკნინდება, სულიერად გაღატაკდება, სულიერად გაღატაკებული, სულიერად მკვდარი და ზნეობრივად დაკნინებული ერის მონობაში ყოლა კი ნებისმიერი იმ პირთა ჯგუფისათვის შინაური თუ გარეშე მტრები იქნებიან, რომლებსაც არ სურთ ჩვენი ერის კეთილდღეობა, ძალზე დიური სამართავი იქნება. მაშასადამე ჩვენი ძალა ქრისტეშია, ჩვენი გაერთიანება წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღშია, რომელიც განუყოფლად და განუშორებლად გულისხმობს სამშობლოს სიყვარულს. ვახსენოთ ერთხელ კიდევა ჩვენი ლამაზი მხარეო, ღმერთო, უშველეთ ურფასა, გზა გაუნათე თვარეო. ბევრჯერ სდენია ზღვაცის ხლი, დღე დასგომია მწარეო, შენ ბედო ჩემის ქვეყნისა, გამომიბწყინდი ბარეო. საქართველო ერთმორწმუნე ქვეყნებთან რომ იყო, ყველგან დაჩაგრული იყო, ყველგან იდევნებოდნენ. იყვნენ ბიზანტიის იმპერიასთან, თქვენ იცით, რომ იმ დროსაც ქართველ ბერებს დევნიდნენ, ავიწროებდნენ, ტაძრებს გვართმევდნენ. იყო შემთხვევა, თქვათ შეუერთით ერთმორწმუნე რუსეთს, იქაც შევიწროება, ხატებისა და ძვირფასი სიწმინდების გატანა, გაძარცვა. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში სწორედ რუსეთის იმპერიამ, რომელსაც უნდოდა ეხილა საქართველო, რომელიც მშვენიერია ქართველების გარეშე, წაეშალა ქართველთა სულში სიყვარული ქრისტესი და სიყვარული სამშობლოსი სექტები შემოიყვანა. პირველი სექტები სწორედ მათ შემოიყვანეს ეგრეთ წოდებული სტაროაბრიაცების
რასკოლნიკების ანუ ძველი ეგრეთ წოდებული ძველი მართლმადიდებლების სახით დუხობორებისა და ასე შემდეგ სახით და პირდაპირ სოფლებად ასახლებდნენ საქართველოში. აგაგი წერეთელი მიხვდა რა იყო სექტების საქართველოში შემოყვანის მიზანი და მისთვის შეეული ლაკონიზმით, ღვთაებრივი უბრალოებითა და სისადავით გამოხატა ეს თავის ერთ-ერთ ლექსში, რომელსაც ქვია ნინოობას. ქრისტეს სახელით, ქრისტეს შვილს წვალება შემოერია და ჩვენს ეროვნულ ფიცარზე ქართველი აღარ წერია. ნახეთ, რას ამბობს ქრისტეს სახელით შემოდიოდნენ ხომ ეს სექტები საქართველოში. ქრისტეს სახელით ქრისტეს ჟულს წვალებლობა, ანუ ცრუსწავლება, სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით განწვალვა ნიშნავს განყოფას. ესე იგი, წვალებლობაა ის მოძღვრება, რომელიც გამოყოფილია, განყოფილია, განშორებულია ჭეშმარიტი სწავლებისაგან, ანუ ცრუსწავლებაა. ქრისტეს სახელით ქრისტეს ჟულს წვალება შემოერია და ჩვენს ეროვნულ ფიცარზე ქართველი აღარ წერია. ესე იგი, აგაგი წერეთელი რას გვეუბნება, რომ მიზანი სექტების შემოყვანისა მარტო ის კი არ არის, რომ ქრისტიანული მოძღვრება აღმოიფხვრას ქართველთა გულიდან, ქრისტეს სიყვარული წაიშალოს. არა, ამავე დროს მიზანია ის, რომ ქართველებმა დაკარგონ ეროვნული ცნობიერება და დღეს განსაკუთრებით მრავალი საცდურის წინაშე დგას ქართველი ადამიანი და საქართველო. თქვენი იცით, როგორ ინტენსიურად შემოდის სხვადასხვა სექტის წარმომადგენელი საქართველოში. ეს არის სხვადასხვა თქვენ იცით სხვადასხვა სექტა, რომელიც უქადაგებს ქართველ ადამიანს, რომ მართლმადიდებლობა არ არის სწორი რწმენა, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ იეღოველთა რწმენა, ან ბაპტისტების, ან კიდევ 50-იანელების და მრავალი სხვა. და სინამდვილეში ისინი დგანან შეცდომის გზაზე, დაღუპვის გზაზე. და უნდა რომ ჩაითრიონ ქართველი ადამიანიც. ჩვენ განა ისერი ვართ, რომ ვინმე გვიქადაგოს სარწმუნოება, ჩვენ ეგერი არა ვართ. ეგ შეიძლება აფრიკის ველურებში იქადაგონ, მაგათ არც იქ აქვთ უფლება, იმიტომ რომ არ არის ჭეშმარიტი სარწმუნოება. აკაკის აზრით, ილიას აზრით, ვაჟას აზრით და ყველა კეთილგონიერი ადამიანის აზრით და ეს აზრები მოგახსენეთ, მე ეყრდნობა სწორედ წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას, ღვთისა და მოყვასის სიყვარული, ღვთაებრივი და ეროვნული ცნობიერება ერთმანეთისაგან განუყოფელი და განუშორებელია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ისევე როგორც განუყოფელია ერთმანეთისაგან ორი ურთიერთგადამკვეთი სხივი ჯვარში და როგორც ჯვარი დაკარგავს ცხოველმყოფელობას აი ამ ურთიერთგადამკვეთი ორი სხივის გარეშე, ასევე შეუძლებელია ჭეშმარიტად შეიყვარო ღმერთი, თუ შენი მიწიური სამშობლო არ შეიყვარე და შეუძლებელია მიწიური სამშობლოს სწორად სიყვარული, თუ ქრისტე არ შეიყვარე. რადგან ვისაც არ უყვართ სამშობლო და მხოლოდ ქრისტე უყვართ, ისინი ხშირად კოსმოპოლიტიზმის კოსმოპოლიტური იდეების მიმდევარი ხდებიან ხოლმე, ხოლო ვისაც ქრისტეს გარეშე უყვართ სამშობლო, ხშირად შოვინისტებად იქცევიან ხოლმე, მოძულეებად სხვა ერისა, რისგანაც დაგვიფაროს ღმერთმა. გაუმაგრდეთ და გავძლიერდეთ ქართველებო. როგორც არასდროს, ისე გვჭირდება დღეს მამა პაპის ნაკვალევზე სიარული, ენის გაფრთხილება, მამულის დაცვა, ტრადიციის შენარჩუნება. ეს სექტები მიზნად ისახავენ უპირველეს ყოვლისა მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმოფხვრას მართლმადიდებელი ქართველების, ამ შემთხვევაში ჩვენი ერი მყავს ხედველობაში და სხვა ერებშიც იგივე მიზანი აქვს. მაგალითად, ერთ-ერთი რუსი მწერალი წერს, რომ ჩვენს დედა ეკლესიასო 7000-ზე მეტი სექტა შემოუსიესო გასანადგურებლად ეკლესიისა.
და ასევე ხდება სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებში. ჩვენ ჭეშმარიტი 20 საუკუნე ჩვენ მოგვნათლა იესო ქრისტემ და მოციქულებმა. ჩვენ რა თქინა ვიღაცა სექტა, რაში გვჭირდება ხალხნო? მიუხედავად იმ ვარიაციებისა, რა იმ განსხვავებულობებისა, რაც არსებობს სხვადასხვა სექტას შორის, მათ ერთი რამ აერთიანებთ და ამაში ვფიქრობ დამერწმუნებით, მათ აქვთ ერთი საერთო რა ფანატურ დემონური სიძულვილი მართლმადიდებლობისა, მართლმადიდებელი ეკლესიისა და სამწუხაროდ სიძულვილი იმ ადამიანებისა, რომლებიც მიჰყვებიან მართლმადიდებლურ მოძღვრებას, ანუ სამეუფო მოძღვრების სამეუფო გზას. 100 წლისა იეჰოვიზმი. განა რელიგია ეგა? აი ქვეყანა რო ვერ დაანგრია 20 საუკუნე ხმალი რო ვიქნიეთ და სარწმუნება ვერავინ შეეხო. 20 საუკუნის მანძილზე. ეგ ახლა იდეოლოგიით დაანგრია საქართველო. ეგ რელიგია კი არ არის. ეგ არის ფოთი. და ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენ სიძულვილისაგან როგორც სხვა ერებისა, რისგანაც დაფარული ვართ ღვთისმადლით და დაგვიფაროს სიძულვილისაგან იმ თუნდაც რომელიმე კონკრეტული ადამიანისა, რომელიც ამა თუ იმ სექტის, ამა თუ იმ ცრუ მოძღვრების მიმდევარი იქნება, რადგან ჩვენ უნდა გვძულდეს ბატონებო არა ადამიანები, არამედ ჩვენ უნდა გვძულდეს ის ცრუ აზრები, რომლებიც მათ აქვთ და თუ გვაქვს ჩვენი ცრუ აზრები. ჩვენ უნდა გვძულდეს არა ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ ბოროტ საქმეებს შადიან, არამედ ჩვენ უნდა გვძულდეს ეს ბოროტი საქმეები. ჩვენ უნდა გვძულდეს არა ჩვენი თავი ამა თუ იმ ცოდვით დაცემის შედეგად, არამედ ჩვენ უნდა მოვიძაგოთ და მოვიძულოთ ის სოდვა, რომლითაც ჩვენ ხშირად ვეცემით, რადგან სიძულვილი ადამიანისა ეს ნიშნავს შეფარულ სიძულვილს თვითღთისას, რომელმაც ხატა თვისად შექმნა ადამიანი. ისეთი გასაჭირი ქონია, ისეთი უბედურობა გამოგვივლია, შავბნელი საუკუნეებიც კი არის აღნიშნული საქართველოს ისტორიაში. მე-17 საუკუნე დაქრივებული დედაქეთევანი სათავეში ჩაუდგა კახეთის ლაშქრობას და დაიწყო ქართლის ცხოვრების უსაშილესი პერიოდი. შავთა დროთ ვერა შესწოლეს მის გული ანდამატისა. ხნემ ხიარული მოყარე თავის სამშობლოს მიწისა, თავის სამშობლოს სარწმუნოებისა. ეგმეთო, სიტყვა ღვთისაო, არა იშენო და მხევლისა შენისა დუ არის ყოფა შენი. ნუ მიმცა მეშმაკსა, ხევალსა შენსა. ხალხით გადაჭედილ მოედანზე გამოიყვანეს კახეთის მანათობელი ვარსკვლავი. მხოლოდ ერთი რამ ითხოვა წმინდა მოწამე. დედის ნაშობნი ხართ თქვენც, ნუ შაურაც მყოფთ სიშიშვლით. ჩვენ რა თქინა სექტა, როდესაც 20 საუკუნე ის რაც უფალმა მამამ მოგვცა, იმ რჯულზე ვდგევართ. როცა გეუბნებიან შენ, რომ შენი წესადათი არ არის სწორი, როცა გეუბნებიან, რომ ის ფასეულობა სულიერი თუ ზნეობრივი ფასეულობა არაფერს არ ნიშნავს, როცა გეუბნებიან შენ, რომ მათი მცნება არაფერს არ ნიშნავს. აი უნდა დავფიქრდეთ ჩვენ იმის შესახებ, ვიფიქროთ იმის შესახებ, თუ რა უნდა ვაკეთოთ, როგორ მტკიცედ უნდა ვიდგეთ ერთად. იყო ჩვენი ერის ისტორიაში არაერთი შემთხვევა, როცა შესაძლებელი იყო ჩვენს ერს გაშენოდა სიძულვილი სხვა ერის მიმართ და სიძულვილი ამ შემთხვევაში ერისა თუ ადამიანისა არის ბოროტისაგან. რადგან როგორც უფალი ბრძანებს, ვისაც ძმა ზულს, ის კაცის მკვლელია. ანუ სიძულვილი მოყვასისა, ადამიანისა, ეს არის პოტენციური კაცის მკვლელობა. და ბუნებრივია შემცოდე კაცის მიმართ, შემცოდეა თვითღთის მიმართ, ვის წინაშეც აგებს იგი პასუხს. გაიხსენეთ თუნდაც არაბთა ბატონობის ხანა. რა საშინელ დღეში იყო საქართველო 400 წლის განმავლობაში. რა ვაებანი, რა უბედურებანი გადაიტანა
ყველაზე ხელმისაწვდომი ლიტერატურა ამ მხრივ თუნდაც გახლავთ შეგიძლიათ წაიკითხოთ აი ივანე ჯავახიშვილის 8 ტომეულიდან მეორე ტომი გადაშალოთ, სადაც ფუნდამენტურად საფუძვლიანად არის განხილული სწორედ ეს 400-სლოვანი კოშმარი, რომელიც ქართველმა ერმა გამოიარა და გამოიარა არა მარტო ფიზიკურად გადარჩა, არამედ რაც მთავარია, გადაარჩინა ენა, გადაარჩინა მამული, გადაარჩინა სარწმუნოება. მამული ენა და სარწმუნოება. აი რა გამოატარა ამ 400-სლოვან კოშმარში და თქვენ წარმოიდგინეთ იმ არაბების მიმართაც კი ღმერთს როგორ უყვარვართ, როგორი სიყვარულია ღვთისა, ისევე როგორც უყვარს ყველაერი, ჩვენიერიც უყვარს, ბუნებრივია, რომ ჩვენ სერს რომ არ გაშენოდა არაბთა სიზულვილი, გამომაფხიზლებელი ჩვენიერისა, სწორედ არაბთა შორის მოიძია ღმერთმა და ნერსე ერისთავის მეშვეობით ჩამოგვიყვანა საქართველოში. მხედველობაში მყავს აბო თბილელი, რომელიც ამავე დროს თბილისის მფარველი ერთ-ერთი წმინდანია, წმინდა დავით გარეჯილთან და 100,000 ქართველ მოწამესთან ერთად. როდესაც თბილის ქალაქს დიდი განსასწრებელი ელოდება ხოლმე, სწორედ დავით გარეჯილთან და 100,000 ქართველ მოწამესთან ერთად აბო თბილელსაც ევედრებიან ხოლმე და იმის ყვალობაზე, რაც უფრო მეტად გავეკლესიურდებით, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სახელი აბო უფრო და უფრო გავრცელდება საქართველოში და მრავალი ადამიანი დაარქმევს თავის შულს აი ამ უდიდესი წმინდანის აბოს სახელს, რომელმაც ქართველებს ასწავლა იმ დროისათვის ის, რაც უკვე დავიწყებული ჰქონდათ. უბრალოდ გაახსენა ის სიყვარული, რომელიც მათ აღარ ჰქონდათ, სიყვარული ქრისტესი თვითუარყოფამდე, საკუთარი სულის, საკუთარი თავის დადებამდე, თავგანწირვამდე, რადგან ჭეშმარიტი სიყვარული სწორედ ეს გახლავთ, სიყვარული თვითუარყოფამდე. ის სიყვარული, რომელი სიყვარულის მაგალითიც თვით ქრისტემ მოგვცა და რომელ სიყვარულსაც მიბაძა სწორედ აბო თბილელმა. და საოცარი არის, რომ თითქმის თვით წმინდა მამები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ეკლესიის საფუძველი მოწამეობრივ ღვაწლისა არა ქართველებმა გაწიეს. ეს იყო რაჟდენ პირველ მოწამე, ევსტატი მცხეთელი, აბო თბილელი, შუშანიკი და რაში მდგომარეობს, რატო ხდება ესე? აი სწორედ ამით დაარწმუნეს და საფუძველი შეუქმნეს საქართველოს და ქართველ ერს, რომ აი სულ უცხოტომელი ხდება ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევარი, მტკიცედ იცავს ამ სარწმუნოებას და თვით სიკვდილისაც კი არ ეშინიათ. აი ამან განამტკიცა ქართველი ერი და საოცარი შედეგი მოგვცა. როდესაც დავით აღმაშენებელი დიდგორის ომის წინ მიმართავს თავის ლაშქრობას, რომ თუ ჩვენ ხელების ცისკენ აპყრობით, შევევედრებით ღმერთ, ჩვენ შევძლებთ არა მარტო ხილული მტრების, არამედ ცისქვეშეთის ბნელი ძალების, ეშმაკისა და მისი მსახურების დამარცხებას, როდესაც აქ დავით, ესე იგი აღმაშენებელი საერთოდ არ ახსენებს სამშობლოს, მაგრამ იგულისხმება, რომ იყო რა ქართველი ერი მართლმადიდებელი, იგულისხმებოდა, რომ ვინც ქრისტესათვის იბრძოდა და იბრძოლებდა ამ დიდ ომში და ღვთისშეწევნით წმინდა გიორგის წინამძღოლობით ქართველებმა უდიდესი სასწაულებრივი ღვთისკურთხეული გამარჯვება მოიპოვეს და გადაარჩინეს ჩვენი ერი, იგულისხმებოდა, რომ ქრისტესთვის ლოცვა, სამშობლოთვის ლოცვას გულისხმობდა და მოწოდება წმინდა დავით აღმაშენებლისა ქრისტესთვის თავდადებისაკენ, ეს გულისხმობდა სამშობლოსათვის თავდადებას. იმ მეფისაგან, რომელმაც როგორც თქვენ იცით, თავის დროზე რუის ურბნისის კრებაზე დადო აღთქმა ერთგულებისა მართლმადიდებლობის მიმართ და როდესაც ჩვენი ერი აი ამ აღთქმას არღვევდა და ღალატობდა მართლმადიდებლობას, მაშინ მოდიოდა ურიცხვი განსაცდელები ჩვენს ერზე. ღვთის რისხვა მოიწეოდა ხოლმე ჩვენს თავზე, რათა ამ განსაცდელების მეშვეობით გაგვხსენებოდა ის, ვისაც ღრმად განვდეგით, ანუ გაგვხსენებოდა უფალი. მე შეგახსენებთ კიდევ ერთხელ იმ აღთქმას, რომელიც თითოეულმა თქვენთაგანმა იცის, მაგრამ ამ სიტყვების გამეორება ვფიქრობ ურიგო არ იქნება მათთვის, ვინც იციან, ხოლო ჩინებული იქნება მათთვის, ვინც ჯერ ეს არ იციან. არ გეცრუებით შენ, ჩვენო სიწმინდით მშობელო, წმინდაო, სამოციქულო ეკლესიაო.
არ გაგცემთ ჩვენო სიქადულო მართლმადიდებლობა, რომლისთვისაც არასოდეს გვიღალატია მას შემდეგ, რაც შენი შეცნობის ღირსნი გავხდით და შემდგომ დავით აღმაშენებელი ჩვენს მაღალ ღირსეულ წინაპრებთან სასულიერო საერო პირებთან ერთად, რომლებიც ესწრებოდნენ აი ამ კრებას წმინდა მამებთან ერთად დაადგენს. განვაწესებთ, რომ ყოველი მართლმადიდებელი ტაძარია მასში დამკვიდრებული სულიწმიდისა, ხოლო ყოველი ბოროტად მადიდებელი ტაძარია ეშმაკისა. ჩვენ გახსოვთ ვახტანგ გორგასალმა, რომელიც თანამედროვე იყო რაჟდენის და კარგად იცნობდა რაჟდენ პირველ მოწამეს, მან დაუტოვა საქართველოს და ქართველ ერს ანდერძი ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს. მართლაც 100,000-მა ქართველმა მოიძია ქრისტესთვის სიკვდილი ჯალალედინის დროს. 6,000 გარეჯელი ბერი ეწამა გარეჯში. ქვათახევში დედანი და დანი ეწამნენ ქრისტეს გულისათვის. როდესაც იესო ქრისტე თავის მოციქულებს აგზავნის საქადაგებლად მთელს დედამიწაზე, ვისთვისაც მოვიდა და ქრისტე მოვიდა ყველასათვის, ქრისტე ჯვარს ეცვა ყველასათვის, მოუწოდებს იგი უპირატესად და უპირველეს ყოვლისა ისრაელი ერის დაკარგულ ცხვრებს უქადაგეთ. ესე იგი, რომ წახვალ საქადაგებლად, აი ჯერ თქვენს თანამემამულეებს უქადაგეთ. ამით მათი არ აყენებს უფრო მაღლა, მაგრამ ამით გვასწავლის ქრისტე ასევე სამშობლოს სიყვარულს. პავლე მოციქული ყოველთვის მზად არის თავი გასწიროს მოყვასტათვის, მაგრამ ბუნებით არის რა იუდეველი, იგი მზად არის ჯოჯოხეთში შთავარდეს, ოღონდ თავისი ისრაელიერი გადარჩეს. ხედავთ, როგორ სიყვარულს გვასწავლის პავლე მოციქული სამშობლოსაც. ჩვენ კი თანამედროვე იდეოლოგები, თანამედროვე კოსმოპოლიტები, ცრუ კოსმოპოლიტები მე ვიტყოდი, გვეუბნებიან, რომ სამშობლოს სიყვარული თურმე არ არის ნაკურთხი და დალოცვილი ღვთისაგან, რაც რა თქმა უნდა ჭეშმარიტებას არ შეესაბამება. საერთოდ უფალი გვასწავლის ყველა სიყვარულს, მაგრამ განურჩეულად გვასწავლის აი ეს სიყვარული რომ ჯანსაღი იყოს, საიდან უნდა დავიწყოთ სიყვარული? უპირველეს ყოვლისა ოჯახის წევრები უნდა გვიყვარდეს. მე რომ სხვა სამშობლოები შევიყვარო, ამერიკა, რუსეთი, ბულგარეთი, სერბეთი და ასე შემდეგ, ჯერ ჩემი სამშობლოს სიყვარულში უნდა გამოვწოთ რა, ჩემი გული. მე რომ სხვა ოჯახების პატივისცემა ვისწავლო, სხვა ადამიანების სიყვარული ვისწავლო, აუცილებელია უპირველეს ყოვლისა ჩემი ოჯახის წევრები მიყვარდეს. და ამასთან დაკავშირებით გვასწავლის სწორედ პავლე მოციქული, იგი ამბობს, ვინც სახლეულზე, ანუ ოჯახის წევრებზე არ ზრუნავს, ნახეთ, დასავლება მოცემული, მან დაკარგა რწმენა და ის ურწმუნოზე უარესია. ხოლო ჩვენ მოკრათვალი საქართველოს დედამ და გიხმობთ შველად თამარ. ვერ აშინებდად ვერ ცეცხლისალი. ოღონდ კი ჩვენთვის მით გადმოეცათ. ღვთი უკურთხეული მიწევდა წყალი. აკაკი ამბობს, აი როგორ იცოდნენ რაში იყო ჩვენი ძალა, ერთ-ერთ ასეთ ლექს. სანამდე სარწმუნოება ქართველს ექნება ხელშიო და არ მოკვდება ზნეობი, ხელს ვერ წაუჭერ ხელშიო, ჯერ უნდა რჯული წავართვათ, გავხადოთ უნამუსოდო და მერე შევძლებთ ადვილად რომ კიდეც გავარუსოდო. ეს თავის დროზე იყო ნათქვამი, მაგრამ იმ დროს რამდენადაც იყო ცენზურა, გავარუსოთოს ნაცვლად წერია გავათათროთო. და სიამბილეში რითმა არანაირად არ ეწყობა, იგულისხმობა რომ ესე იგი გარუსება იქნება, გაამერიკელება იქნება, გაიტალიელება იქნება, გაინდუელება იქნება, არის ესეთი მიმდინარეობა საქართველოში, ინდუელებს ბაძავენ, ყველა ერთ თავისი ღირსებები აქვს. ჩვენ უნდა ავიღოთ მათგან მათი საუკეთესო თვისებები, მაგრამ ამასობაში ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ჩვენი ეროვნული მეობა, ეროვნული თვითმყოფადობა, რისთვისაც იბრძვიან თანამედროვე ცრუ იდეოლოგები. ახლა ცომია. ხოლო სისხლის ღრისა კი არა. ომი უსისხლო. შვიდობიანი. ამამ მართბუკი იცის არც ნაღარა. ვაშკაცობა ამისა ნაომში ბევრი წინ არის სისხლის ომის ვაშკაცობაზე. თვითონ დღევანდელი დღე ამას გვეუბნება, ამას ხახატებს. და ჩვენ გვესმის კი ეს ღაღადი. ვაი რომ
რომ არა. არ ვიცით. რანი ვყოფილვართ. ვერ ვხედავთ. რანი ვართ. ვერ გამოგვისახია. რანი ვიქნებით. აი ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ჩვენ იმ განსაცდელის წინაშე, რომელიც არის ჩვენთან, შემოდის ჩვენთან. გიორგი მერჩულე ღვაწლებს აბსოლუტურად გენიალურ, იმიტომ რომ ღვთივსულიერია ეს, რასაც მე ეხლა მოგახსენებ განსაზღვრებას ერისას, ქართველი ერისას. ქართველიერიო ის ქვეყანაო, სადაც წირვა-ლოცვა, შამის წირვა ქართულ ენაზე აღესრულება. ესე იგი, საზღვრები საქართველოსი როგორ შეიძლება დადგინდეს? საქართველოა ის ქვეყანა, სადაც წირვა-ლოცვა, ანუ ეკლესიური ცხოვრება მიმდინარეობს ქართულ ენაზე და ყველა ენა კურთხეულია. ყველა ეკლესიაში, მართლმადიდებელ ეკლესიაში თავიანთ მშობლიურ ენაზე აღავლენენ ლოცვებს და წირვა-ლოცვა ტარდება იმ ენაზე, რადგან როდესაც სულიწმინდა გარდა მოვიდა აღდგომიდან 50 და ამაღლებიდან, უფლის ამაღლებიდან მე-10 დღეს, იგი მოციქულებზე გარდა მოვიდა რა ალაპარაკდნენ არა მხოლოდ ერთ ენაზე, როგორც ზოგიერთნი ფიქრობენ, რომ წირვა-ლოცვები ერთ ენაზე უნდა ტარდებოდეს, არამედ გადმოვიდა მრავალ ენაზე. აქედან გამომდინარე უფალმა აკურთხა ის ენები, რომელ ენებზეც მართლად ადიდებენ ღმერთს. მაშასადამე საქართველოა ის ქვეყანა, სადაც წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე ტარდება. აი ამ კრიტერიუმით, ამ საზომით თუ მიუდგებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს, რეალურ საზღვრებს თუ დავადგენ, ჩვენ შეგვიძლია გავსაზღვროთ იმ დაპატარავებულ საქართველოსთან შედარებით ჯერ კიდევ აი ამ მასშტაბებშიც კი რამდენად პატარაა საქართველო. იმიტომ რომ წირვა-ლოცვა მთელ საქართველოში ქართულ ენაზე, მთელს ტერიტორიაზე ხომ არ აღევლინება. როდესაც მე-19 საუკუნეში უნდა დაედგინათ საზღვრები ევროპულ ქვეყნებს შორის, აი სად გადიოდა საზღვრები ევროპულ ქვეყნებს შორის, დიდხანს გრძელდებოდა აი ამ ევროპული ქვეყნების წარმომადგენელთა შორის ჯაბაასი, კამათი, დისპუტები, რა უნდა იყოს უმთავრესი კრიტერიუმი საზღვრების დადგენისა. და ბოლოს ერთ-ერთმა წარმოსთქვა რა არის უმთავრესი კრიტერიუმი იმისა, რომ დადგინდეს ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები. ეს საზღვარი ყოფილა ენა. და ის რაც მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის მე-19 საუკუნეში აღმოაჩინეს მათ, ვისკენაც მივილტვით, ეს თურმე ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ ჯერ კიდევ გიორგი მერჩულეს დროს, როდესაც ამბობდა, რომ საქართველოს საზღვრები განისაზღვრება იმით, თუ წირვა-ლოცვა სად ტარდება ქართულ ენაზე. ეს არის დიდებული განსაზღვრება, რის შესახებაც ბუნებრივია ევროპელებმა მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდნენ. მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ილარიონ ქართველის ცხოვრებიდან, როდესაც ილარიონი ერთ-ერთ ბერძნულ მონასტერში შევა და დაიწყებს ლოცვას, მან იქ მყოფი ბერები განდევნიან მას. გააგდებენ. იმიტომ რომ არ იცოდნენ თუ რა ენაზე ლოცულობდა, ან ვინ იყო, საიდან იყო და იმ დროს იმავე ღამეს ამ მონასტრის წინამძღვარს ეცხადება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა და ეუბნება, რომ შენ ეს არ უნდა გაგეკეთებინო, მრისხანედ მიმართავს, რომ ის საიდანაც არის წარმოშობით მისმა ნათესაობამო ქართველმა ერმა მრავალი სისხლი დათხია ჩემი ძისათვისო. და ამის შემდეგ ასე პასუხობს, რომ ვინც მათ წინააღმდეგ წამოვაო და მათ შეურაცხყოფსო, მას ჩემთან ექნება საქმეო და ნამდვილად ეს ასე არის. ესე იგი, ჩვენ რა დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ქრისტიანული მოძღვრება არათუ გამორიცხავს, არამედ გულისხმობს სამშობლოს სიყვარულს და ეს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ისევე ურთიერთგანუყოფელია ერთმანეთისაგან, როგორც ურთიერთგანუყოფელია ჯვარში ღვთისა და მოყვასის სიყვარული და აი სწორედ ამ სიყვარულით ძლევისკენ მოგვიწოდებს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია, როდესაც გვასწავლის აი ამ ლოცვას. აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი.
ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივ დაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ რათა ვითყოდეთ უფალო დიდება შენდა. ესე იგი, როგორ შეიძლება მტრის ძლევა, ალბათ ხშირად გიკვირდათ, როგორ ჯვრით როგორ უნდა ვძლეოთ. იგულისხმება ჯვარში, როგორც მოგახსენებთ, არის განსხეულება ღვთის სიყვარულისა და მოყვასის სიყვარულისა. აი ამ ეს ორი ურთიერთგადამკვეთი სხივი სწორედ ამას გამოხატავს. ვერტიკალური სხივი ქვემოდან ზემოთ გამოხატავს სწრაფვას ღვთისაკენ, ღვთის სიყვარულს, პირველ და უდიდეს მცნებას. გვიყვარდეს ღმერთი ყოვლითა გულითა ჩვენთა, ყოვლითა გონებითა ჩვენთა, ყოვლითა სულითა ჩვენთა და ყოვლითა ძალითა ჩვენითა და მეორე და მსგავსი მცნება გვიყვარდეს მოყვასი ვითარცა თავით ვისი. ისევე როგორც ზემოდან ქვემოთ ვერტიკალური სხივი გამოხატავს ღვთის სიყვარულს თითოეული ჩვენთაგანის მიმართ. მაშასადამე ჩვენ როგორც უხილავი ისე ხილული მტრების ძლევა ჩვენ სერს შეუძლია მხოლოდ ჯვრის მეშვეობით, ანუ ღვთისა და ურთიერთ სიყვარულის მეშვეობით. ერი რომელიც დაქუცმაცებული და ანატომირებული ასპარტიაში, უამრავ საზოგადოებებში, სხვადასხვა მიმდინარეობებში შეუძლებელია ასეთი ერი იყოს გამარჯვებელი არათუ მრავალრიცხოვან მტერზე, არამედ მცირერიცხოვან მტრებზეც კი. და კი ჩვენ სრულიად მცირერიცხოვანი რაზმების დამარცხებაც კი არ შეგვიძლია იმ ერს, რომელიც თავის დროზე ჰქონდა რა სიყვარული ღვთისა და ჰქონდა სიყვარული მოყვასის, ანუ ჯვრით იბრძოდა, ჯვრით იბადებოდა და ჯვრით კვდებოდა, შეეძლო 50,000-იანი ლაშქრით 600,000-იანი თუ 500,000-იანი, 9 მილიონიანი არმიების დამარცხება და მიზეზი იმისა თუ რატომ არ ძალუց დღეს ჩვენ სერს ესოდენ გამარჯვებებს მიაღწიოს, წმინდა წერილშია მოცემული. როდესაც ისრაელი ერი შეუდგებოდა ჭეშმარიტების გზას, ღვთისმცნებათა დაცვის გზას, უდიდეს წარმატებებს აღწევდა, განსაცვიფრებელ გამარჯვებებს მოიპოვებდა ხოლმე მრავალრიცხოვან მტერზეც კი, ხოლო როდესაც გადაუხვევდა ქრისტეს გზიდან, უკაცრავად ჭეშმარიტების გზიდან, ღვთის გზიდან, ბუნებრივია რომ მადლი ღვთისა განეშორებოდა, ღვთის შემწეობა აკლდებოდა, ღვთის გარეშე კი როგორც უფალი ამბობს, უჩემოთ არარაი ძალგიც და მცირერიცხოვან მტრებთანაც მარცხდებოდა. აი წინასწარმეტყველები პირდაპირ მიმართავდნენ ხოლმე ამ დროს გაკვირვებულ ისრაელ ერს, ძველი აღთქმის რჩეულ ერს და ამ ერის ცხოვრებაში ყოველმა ერმა გადაავლებს რა თვალს თავის წარსულს, შეუძლია საკუთარი ერის ისტორიაც ამოიკითხოს, როგორია მისი ცხოვრება, როცა ღმერთს უახლოვდება და როგორი ხდება მისი ცხოვრება, როდესაც იგი ღმერთს ცილდება. მიმართავ სხვადასხვა წინასწარმეტყველთა პირით. როდესაც დაივიწყეს და მარცხს-მარცხზე განიცდიდნენ, რადგან დამივიწყეთ და ღრმად განმიდეხით, რომ გამიხსენოთ, განსაცდელებს მოგივლენთ, ღობეებს მოგირღვევთ, სხუდეებს დაგიშლით, სახლებს დაგინგრევთ, უგუნურნო მიმართავ შემდეგ ერთ-ერთი წინასწარმეტყველის პირით უფალი, ორი როგორ გაეკიდება 1000 ან 10,000 თუ ჩემინება არ იქნა. ესე იგი, როგორ დაგამარცხებთ ორი კაცი 1000 ან 10,000 თუ ეს მე არ დაუშვი და ეს დაუშვი იმიტომ რომ გამიხსენოთ მე, ამბობს უფალი, რომელიც დიდი ხანია რაც დამივიწყეთ და ჩვენ და საუბედუროთ ქართველ ერს 70 წელი არა მარტო უბრალო ხალხს როგორც უწოდებენ ხოლმე, თუმცა უბრალოების მიღწევას ძალიან ბევრი ოფლი და შრომა ჭირდება, მშრომელ ხალხს როგორც უწოდებდნენ, არამედ ინტელიგენციამაც გულიდან ამოიგლიჯა ქრისტეს სიყვარული, განუდგა ეკლესიას და ჩვენ ვიცით თვით პატრიარქის სიტყვებიდან და სხვათა სიტყვებიდანაც, როდესაც 27 წლის წინ იგი პატრიარქად ჩვენი ეკლესიის საჭეტყობელად აკურთხეს, აი ამ კურთხევას სიონის ტაძარში მხოლოდ 10 ადამიანი ესწრებოდა. 10 ადამიანი ესწრებოდა. და პატრიარქს ერთხელ სევდიანად შეუნიშნავს, რომ ეს 70 წლიანი განდგომა უმტკივნეულოდ არ ჩაევლიდა ჩვენი ერისათვის, როდესაც 70 წლის განმავლობაში თაყვანსემდით ჩვენ არა ღმერთს, არამედ ღმერთის მტერს. როდესაც ჩვენ 70 წლის განმავლობაში ვიყავით მადიდებელნი ადამიანისა ღვთის ნაცვლად. როდესაც
ღვთისადიდებელი ხიმნების ნაცვლად ვადიდებდით ადამიანებს, დიდება ამას, დიდება იმას და ღვთაებრივი საგალობლების ნაცვლად რაღაც საგალობლებს უგალობდნენ ადამიანებს. ანუ მთელი ჩვენი ერი კერპთაყვანისმცემლობის უსაძაგლეს და უსაშინლეს ცოდვაში იყო ჩავარდნილი. და 9 მილიონზე მეტი ადამიანი იყო წევრი არა მართლმადიდებელი ეკლესიისა, არამედ პარტიისა. სახელს არ დავასახელებ, რათა არ ვატკინო გული იმ ადამიანებს, რომლებიც სრულიად გაუცნობიერებლად ხშირად თუ სამწუხაროდ მე რასაც მოვესწარი და რაც მინახავს ხშირად ანგარებითი მიზნებით ხდებოდნენ ამ პარტიის წევრები. იყვნენ ხდებოდნენ წევრები პიონერიისა, ოქტომბრელობისა, კონკავშირლობისა, ესე იგი მთელი ერი იყო ღვთისმგმობელი, წარმოიდგინეთ. დაუბეჭავებულ ვარ. ჯვარი შეგვიმუსრავს. აწარი წაგვიბილწავს. ხორცი დაგვიწეთია და სული დაგვიმდაბლებია. იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში ქართველმა მამებმა და ჩვენმა დიდმა წინაპრებმა ფარზე გამოხატეს ქრისტიანობის დაცვის შემდეგი ფორმულა ზდექით მტკიცე და შეურყევლად. აი სწორედ ამ მტკიცე დგომაში გვეხმარებიან ჩვენი დიდი წინაპრები. რა საწოდავია ადამიანი, რომელიც მოწყდება მშობლიურ ფესვებს, დახარგავს ენას და როგორ იქცევა მთელს დედამიწაზე მოხეტიალე კოსმოპოლიტად, სადაც ვერსად, როგორ ფუფუნებასა და განცხრომაშიც არ უნდა იყოს, ვერ პოვებს ბედნიერებას თავისი სამშობლოს გარეშე, თავისი მშობლიური ენის წიაღში ცხოვრების გარეშე და რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში ცხოვრების გარეშე. და ვაი რომ მრავალი ასეთი მოხეტიალე კოსმოპოლიტია დღეს ქართველთა შორის, რომლებმაც ის ბედნიერება, რომელთაც ეძიებდნენ იქ უცხოეთის ქვეყნებში, სადაც არ არის ბედნიერების ნაცვლად, სამწუხაროდ მრავალმა პოვა უბედურება, მრავალმა პოვა განსასწრებელი, გვემა, დამცირება, შეურაცხყოფა და არც თუ მცირე მათგანმა სამწუხაროდ სიკვდილიც. და გალაქტიონი ამბობდა, სრიამ ბალახზე თუ ფეხში შველა არ გავიარე რა მამული, წინა პართაგან წასულა ყველა სხვა ხალხის ისმის, აქ შრიამული. და მადლობა უფალს, რომ ჩვენს დედამიწაზე, ჩვენს მიწაზე, რომელიც ღმერთმა გვიბოძა და რომელიც მრავალი ომებით, განსასწრებით, ტკივილებით, მრავალი სისხლისა და ოფლის ღვრით ჩვენმა წინაპრებმა დღემდე მოიყვანეს და დაგვიტოვეს ჩვენ ისევ ბიბინებს ცვრიანი ბალახი და გაეკლესიური ბული ქართველები ამ ცვრიან ბალახზე, როდესაც ტაძრისკენ მიმავალ გზებს სხვადასხვა კუთხეებში საქართველოში მიუყვებიან ხოლმე, ხშირად გაიხდიან ხოლმე რეალურადაც ფეხზე და შიშველი ფეხებით შედიან ტაძრის ეზოებში, რათა შეიგრძნონ ის სურნელი, რომელიც მხოლოდ ბალახიდან კი არ მოდის, არამედ მოდის ჩვენი ისტორიიდანაც. და ეს სევდიანი სიტყვები გალაქტიონ ტაბიძისა, რომელიც გამახსენდა ცვრიან ბალახზე თუ ფეხში შველა არ გავიარე რა მამული, წინა პართაგან წასულა ყველა სხვა ხალხის ისმის, აქ ჟრიამული თქვენ ხვდებით, რომელ სხვა ხალხსაც გულისხმობდა გალაქტიონ ტაბიძე, არა მარტო არაქართველებს, რომლებსაც არ უყვარდათ საქართველო, ანუ დამპყრობლებს იმ პერიოდში, მოგეხსენებათ საბჭოურ სივრცეში იყო საქართველო, არამედ გულისხმობდა იმ ქართველებსაც, რომლებიც ღმერთის ნაცვლად, ქრისტეს ნაცვლად ადიდებდნენ ადამიანს. მის სახელს ეხლა არ ვიტყვი და მის სანახავად საგანგებოდ მიემგზავრებოდნენ ხოლმე დედაქალაქში საბჭოეთის ქვეყნისა, ისე როგორც დღეს ეკლესიური ქართველები მიეშურებიან ხოლმე წმინდანთა საფლავების მოსალოცად. ხომ ხედავთ, სად ვიყავით და მადლობა ღმერთს, თვის შეწევნით კვლავ დავბრუნდით იმ გზაზე, რომელსაც ჩვენი მაღალღირსეული წინაპრების გზა ჰქვია, რომელსაც ჰქვია ქრისტეს გზა, რომელსაც ჰქვია ეკლესიური ცხოვრების გზა. დაიცავით თქვენი სარწმუნება, არ გან მართალია გიჭირთ ხალხო, მაგრამ
სულ ყველა გვიჭის, სულ ყველა აიღე დაიღე 5 მამიითვისა საქართველო. არ დაეთმოთ, არ განუდგეთ სარწმუნოება, გეხვეწებით, ხო, თქვენი მოძღვარი ვარ, თქვენ აგლოცამკე. ხო. ვაჟები, ხალები, შვილები, მამები, დედაოს. ჩაგეხვევით უბეში კვართული. და ძილში მალული ფიქრი გვიამება, რომ არ გაგვიმეტებს ჩვენ მიწა ქართული. სამშობლო ჯიხვაძილების ბინაო, შემდეგა შამაგლა, შემდეგზე დამაძინაო, შემდეგა შამაგლა, შემდეგზე დამაძინაო. მშვიდობა მამადლო ფაგო შენ დაიწყე დედახმიშებალო ჩვენი ტანჯული საქართველო კაირი სოლობა ნოგი ხარია კალაო ლაშკარში მაყდება დარჩები ცარიალაო ლაშკარში მაყდება დარჩები ცარიალაო მაყდეს თუ მაყდება სამშობლოს გულის წინაო, დედავაცხოვნე ვაჟისა, ვინაც რომ თავი გაცირა. დედავაცხოვნე ვაჟისა, ვინაც რომ თავი გაცირა. ოჰო